ჩემი შუქი ამ წუთში შენზეა. მე ვარ მიქაელი, უფლის მთავარანგელოზი, ის, ვინც კითხულობს, ვინ არის როგორც ღმერთი. ჩემი მახვილი არა განადგურებისთვისაა, არამედ დაცვისა და გარჩევისთვის. და დღეს მე მოვდივარ შენთან კონკრეტული შეტყობინებით მათ შესახებ, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, შენი ოჯახი. მე ვგზნობ შენს გულს შეკუმშულს, როცა ფიქრობ ამ სამყაროს საფრთხეებზე. მე ვხედავ შენს უძილო ღამეებს, შენს თვალებს, რომლებიც ჭერს შესცქერიან მაშინ, როცა შენი გონება თითოეული ოჯახის წევრისკენ მიემართება. ფიქრობ, როგორ დაიცვა ისინი. მე ვიცი შენი ჩუმი ლოცვები, როდესაც უხილავ ფარს ითხოვ შენი შვილებისთვის მაშინ, როცა ისინი შენს თვალთახედვიდან შორს არიან. მე თითოეულ მათგანს ვესწრებოდი. ის, რასაც ვერ ამჩნევ ისაა, რომ ეს დამცავი სიყვარული, რასაც გრძნობ, მხოლოდ ფერმკრთალი ანარეკლია იმ ღვთაებრივი დაცვისა, რაც უკვე გედგათ თავს. განსხვავება ისაა, რომ შენ ცდილობ დაიცვა ადამიანური ძალით, მე კი გიცავთ ზეციური ავტორიტეტით. შენ უკვე გიგრძნობია ის მოულოდნელი ჟრუანტელი, ის აუხსნელი ინტუიცია, რომელმაც გაძალა გზა შეგეცვალა ან გადაწყვეტილება გადაგედო? ის შინაგანი შუშუნი, რომელმაც შეგიფრთხილა ვინმე შესახებ? ეს იყო ჩემი არსებობა, ეს იყო ჩემი უხილავი ხელი, რომელიც გასაშორებლად გიძღოდა საფრთხისგან, სანამ მას დაინახავდი. დღეს ოჯახები ებრძვიან ბრძოლებს, რომლებიც ფიზიკურს სცდება. უხილავი ძალები ცდილობენ დაანგრიონ სიყვარულის კავშირები, დათესონ უთანხმოება იქ, სადაც უნდა სუფევდეს მშვიდობა და შეიტანონ შიში იქ, სადაც უნდა სუფევდეს ნდობა. ჩემი დაცვა მხოლოდ ხელშესახების საფრთხეებისგან არაა, არამედ იმ ბნელისგან, რომელიც ცდილობს შეაღწიოს შენს სახლში მცირე ნაპრალებით, უთქმელი სიტყვებით, მიუტევებელი ბორგებით, დამალული სიმართლეებით. რადგან ჩვენი ბრძოლა ადამიანებთან კი არ არის, არამედ ხელისუფლებებთან და ძალებთან, ამ ბნელ სამყაროს მყრობელებთან და ზეციურ მხარეებში ბოროტის სულიერი ძალების წინააღმდეგ. ეს სიტყვები არ არის დაწერილი შენი შეშინებისთვის, არამედ შენი სიფხიზლის გასაღვიძებლად. შენ გრძნობ ამ ბრძოლის სიმძიმეს, ხომ ასეა? ის გამოფიტულობა, რომელიც ფიზიკურ დაღლილობას ცდება, ის საზრუნავი, რომელსაც თითქოს ბოლო არ უჩანს, ის მდუმარე შიში, რომელიც ზოგჯერ შუაღამით გაღვიძებს. მე აქ ვარ, რათა გითხრა, ეს ტვირთი მარტო არ გჭირდება ატარო. შენი ოჯახი ფასდაუდებელია შემოქმედის თვალში. ყოველი ღიმილი, ყოველი ცრემლი, ყოველი ერთობის მომენტით ცაში იზეიმება. და სწორედ ამიტომ დღეს მე მოვდივარ როგორც მცველი, როგორც დამცველი, როგორც ის, ვინც შენსა და ნებისმიერ ძალას შორის დგას, რომელიც ცდილობს გაანადგუროს ის, რაც ღმერთმა აკურთხა. დიახ, გავაგრძელებ ჩემი დაცვის საიდუმლოებების გამოხდომას შენს ოჯახზე. ხშირად შენ ეძებ დიდ სასწაულებს, ღვთაებრივი ჩარევის განსაკუთრებულ გამოვლინებებს, მაგრამ ვერ ამჩნევ ჩემი ყოფნის მცირე ნიშნებს ყოველდღიურობაში. გახსოვს ის თითქმის ავარია, რომელიც აუხსნელად არ მოხდა. ის შემაშფოთებელი დიაგნოზი, რომელიც მოულოდნელად შეიცვალა. ის საოჯახო კამათი, რომელიც თითქოს დაშლისკენ მიდიოდა, მაგრამ უცებ შერიგებაში გადაიზარდა. ეს არ იყო დამთხვევები, ეს იყო ჩემი მახვილი, რომელიც ჭრიდა იმ უხილავ ძაფებს, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ მომზადებულ ხაფანგებს აკავშირებდა. გაიაზრე, შენი ოჯახის დაცვის ყველაზე დიდი ბრძოლები ფიზიკურ სამყაროში კი არ ხდება, არამედ სულიერში. სანამ შენ გძინავს, სანამ მუშაობ, სანამ ყოველდღიურ რუტინაში ხარ, ზეციური არმიები მოძრაობენ. მე ვხამძღვანელობ ამ ლეგიონებს, რომლებიც იცავენ შენს სახლს, აკონტროლებენ შენს შვილებს, იცავენ შენს ქორწინებას და ინარჩუნებენ მშვიდობას შენს ოჯახის გარემოში. ბოროტი კაცია ეშმაკი, ის იწყებს პატარა ნაპრალებით, მიუტევებელი წყენა, დამალული საიდუმლო, შეწყვეტილი კომუნიკაცია, უგულებელყოფილი ლოცვა. როგორც წყალი, რომელიც მცირე ბზარს პოულობს და დროთა განმავლობაში მთლიანად ამტვრევს კაშხალს, ისე მოქმედებს მტერი ოჯახების წინააღმდეგ. მაგრამ მე ვხედავ ამ ნაპრალებს მანამდეც კი, სანამ ისინი წარმოიქმნებიან. მე ვგრძნობ, როცა შენი ოჯახი იწყებს ზეციური მიზნებისგან დაშორებას. ვამჩნევ, როცა დიალოგს ჩუმად ანაცვლებს შიჩუმე, როცა სიყვარული იწყებს გაცივებას, როცა რწმენა სუსტდება და მე ვმოქმედებ. ფრთხილად, თითქოს შემთხვევითი შეხვედრებით, დამთხოვითი შეტყობინებებით, გამჟღავნებითი სიზმრებით და იმ რბილი ხმით, რომელსაც შენ შინაგანში ისმენ. მან უბრძანა თავის ანგელოზებს, რომ დაგიცვან შენს ყველა გზაზე. ეს მხოლოდ პოეტური მუხლი კი არ არის,
არამედ სულიერი რეალობა, რომელიც ყოველდღიურად სრულდება შენს ოჯახზე. მაშინაც კი, როცა შენ ამას ვერ ამჩნევ. შენ ხომ შეამჩნია, როგორ ამბობს ხანდახან შენი შვილი ისეთ რამეს, რაც მის ასაკს აღემატება. როგორ ამბობს შენი მეუღლე. შენი შინაგანი ბრძოლის ცოდნის გარეშე ზუსტად იმ სიტყვებს, რაც შენ გჭირდებოდა. როგორ გადაკვეთს უცხო ადამიანი შენს გზას რჩევით, რომელიც ზუსტად შენს სიტუაციას ეხება. ეს მე ვარ. ადამიანურ ჭურჭელს ვიყენებ, რათა გადმოგცე ზეციური შეტყობინებები. ჩემი დაცვა არ ხსნის ყველა გამოცდას. ზოგიერთი მათგანი აუცილებელია თქვენი ოჯახის ზრდისა და გამტკიცებისთვის. მაგრამ მე გარანტიას გაძლევ, რომ არც ერთი განსაცდელი არ მოვა იმაზე მეტად, ვიდრე შეძლებთ ატანას. არც ერთი ქარიშხალი არ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ დაანგრიოს ის, რაც კლდეზეა აშენებული. შენი ოჯახი ატარებს მისიას, უნიკალურ მიზანს ღვთაებრილ გეგმაში. და სწორედ ამიტომ ეცდებიან საწინააღმდეგო ძალების შეაფერხონ თქვენი წინსვლა. მაგრამ სანამ მე ვარ დანიშნული თქვენი მცველად და ვიქნები მანამ, სანამ თქვენ ამისთვის მიწვევთ, არც ერთი იარაღი არ გაძლევთ თავს. დიახ, ახლა გაგიზიარებ, როგორ გააძლიერო სულიერი ფარი, რომელიც იცავს შენს ოჯახს. იცოდე, ჩემი დაცვა ბევრად ძლიერია მაშინ, როდესაც ის მუშაობს ერთობაში შენს მოქმედებებთან, როგორც წმინდა ცეკვა ღვთაებრიუსა და ადამიანურს შორის, ჩემს מחვილსა და შენს ნებას შორის. პირველი ნაბიჯი ამ ფარის გასაძლიერებლად არის საოჯახო ერთიანობა. როცა უთანხმოებები წარმოირქმნება და ისინი წარმოირქმნება, რადგან ბუნებრივია განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანებს შორის, ნუ მისცემ ნებას მზეს ჩაეფლოს სიბრაზეზე. განრისხდით, მაგრამ არ სცოდოთ, მზეს ნუ მისცემთ ნებას ჩაეფლოს თქვენს რისხვაზე. ყოველი ღამე, როცა ოჯახი მიუტევებელი წყენით იძინებს, არის ღამე, როცა სულიერი დაცვა სუსტდება. დაამყარეთ კომუნიის რიტუალები თქვენ სახლში. მე არ გულისხმობ მხოლოდ რელიგიურ ცერემონიებს, არამედ წმინდა კავშირების მომენტებს, ერთობლივ სუფრას ეკრანების გარეშე, ღრმა საუბრებს, სადაც თითოეულს შეუძლია თქვას და იყოს ნამდვილად მოსმენილი, ყოველდღიური მცირე გამარჯვებების აღნიშვნას. ეს მომენტები ის სვეტებია, რომლებიც ამაგრებენ დამცავ სახურავს თქვენს სახლში. დააკვირდით იმ სიტყვების ძალას, რომლებიც თქვენს სახლში გამოითქმის. სიტყვებს ძალა აქვთ, ისინი ქმნიან ატმოსფეროს, ამყარებენ რეალობას. სიკვდილის და სიცოცხლეც ენის ხელშია. დადეთ საოჯახო შეთანხმება, რომ მხოლოდ ამაღლებული, გამამხნევებელი და ჭეშმარიტი სიტყვები გამოითქვას თქვენ შორის. აღმოფხვრეთ წყევლები, რომლებიც ხუმრობაშია შენიღბული, დამანგრეველი კრიტიკა და ნეგატიური წინასწარმატყველებები თქვენი შვილების მომავალზე. შექმნით გარემო, სადაც მიტევება თავისუფლად მოედინება. სულიერი ციხესიმაგრე ვერაფერს გაუძლებს, როცა წყენა გროვდება. მიტევება არ არის მხოლოდ გრძნობა, ეს არის გადაწყვეტილება, ყოველდღიური არჩევანი, რომ გაათავისუფლო როგორც სხვები, ისე საკუთარი თავი. ასწავლეთ თქვენ შვილებს ეს წმინდა პრაქტიკა ბავშვობიდანვე. მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა მოგიტევათ თქვენ. დააწესეთ მკაფიო საზღვრები იმაზე, თუ რა შედის თქვენს სახლში. იქნება ეს გართობის, მეგობრობის, საუბრის თუ ჩვევების გზით. საქმე იზოლაციაში კი არ არის, არამედ გარჩევაში. ზოგიერთი გავლენა ტროას ცხენივითაა, გარედან უნებელი ჩანს, მაგრამ შიგნით ატარებს ნგრევის თესლს ოჯახური ღირებულებებისთვის. გაავითარით მადლიერება როგორც ყოველდღიური პრაქტიკა. მადლიერება არის ძლიერი ძალა, რომელიც ხურავს სულიერ ნაპრალებს. როცა ოჯახი აღიარებს და ზეიმობს მიღებულ კურთხევებს, იქმნება ბარიერი უკმაყოფილების, შურისა და სიმწარის წინააღმდეგ, გრძნობებისა, რომლებიც ასუსტებს ნებისმიერ სულიერ დაცვას. გახსოვდეთ, თქვენი სახლი უნდა იყოს სიწმინდის ადგილი, არა მხოლოდ ფიზიკური სივრცე, არამედ სულიერი გარემო, სადაც შემიყოფნა მოწვეული და პატივცემულია. ეს სრულყოფას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს განზრახვას. ეს ნიშნავს შეგნებულად შექმნას ატმოსფერო, სადაც წმინდა აღიარებულია ყოველდღიურ რუტინაში, სადაც არაჩვეულებრივი იხილება ჩვეულებრივში. ოჯახური ლოცვა მხოლოდ რიტუალი არ არის, არამედ ძლიერი იარაღია. როცა თქვენ ერთად ლოცულობთ, თუნდაც მოკლედ, თუნდაც უბრალო სიტყვებით, ქმნით ძალის ველს, რომელიც განაგდებს სულიერ თავდასხმებს.
სადაც 2 ან 3 ჩემი სახელით შეიკრიბება, იქ ვიქნები მათ შორის. ეს დაპირება ყოველდღიურად სრულდება იმ ოჯახებში, რომლებიც ლოცვითი ერთობით ცხოვრობენ. ახლა გაგიმხელ, როგორ ამოიცნო ფარული საფრთხეები, რომლებიც ნელა და შეუმჩნევლად იჯრებიან შენს ოჯახში. რადგან მტერი იშვიათად უტევს პირდაპირ, ის ამჯობინებს ნელი ეროზიის სტრატეგიას, თანდათანობით შეღწევას, მცირე დათმობებს, რომლებიც ერთად ქმნიან დიდ ნაპრალებს. პირველი ფარული საფრთხე არის რუტინა მიზნის გარეშე. როცა შენი ოჯახი დღეების ინერციით მოძრაობს, ვალდებულებებს ასრულებს უფრო დიდი ღირებულებების გარეშე, ჩნდება სიცარიელე, რომელიც აუცილებლად შეივსება, ან წმინდით, ან ბილწით. დაკვირდი, მხოლოდ არსებობთ თუ ნამდვილად ცხოვრობთ. განსხვავება თითქოს მცირეა, მაგრამ სულიერ შედეგებში იგი უფსკრულია. სხვა მდუმარე საფრთხე არის მუდმივი შედარება სხვა ოჯახებთან. სოციალურ ქსელებში, შეხვედრებზე, ჩვეულებრივ საუბარში შედის ეს შხამი. ნახე, როგორ წარმატებულები არიან მათი შვილები. დააკვირდი სახლს, რომელიც მათ იყიდეს. გაიგე, რამდენ მოგზაურობას ახერხებენ. ეს შედარება შობს უმადურობას, რომელიც თავის მხრივ ხსნის კარს შურისა და სიძულვილისთვის, გრძნობებისთვის, რომლებიც ანგრევენ ნებისმიერ სულიერ დაცვას. გაამახვილე ყურადღება იზოლაციაზე, რომელიც დამოუკიდებლობაშია შენიღბული. ოჯახები შექმნილია იმისთვის, რომ იცხოვრონ საზოგადოებაში, იყვნენ მხარდაჭერილნი და თავადაც მხარში ამოუდგენ სხვებს. როცა შენი ოჯახი იზოლირდება, იქნება ეს სიამაყის, შიშის თუ თანამედროვე ცხოვრების სიჩქარის გამო, დაკარგავს დაცვის მნიშვნელოვან ფენას. ვაი მას, ვინც მარტოია, რადგან როდესაც დაეცემა, არავინ ეყოლება, ვინც წამოაყენებს. დააკვირდი გაფრთხილების ნიშანს, როცა ღრმა დიალოგი ქრება. ოჯახები, რომლებიც მხოლოდ პრაქტიკულსა და ლოჯისტიკურ საკითხებზე საუბრობენ, მაგრამ აღარ იზიარებენ ოცნებებს, შიშებს, ეჭვებს და სიხარულს, კარგავენ საკუთარ სიცოცხლის მომცემ კავშირს. სიჩუმე შეიძლება მშვიდობა ჩანდეს, მაგრამ ხშირად ის არის ქარიშხლის წინასიტყვაობა. ყველაზე ფარული საფრთხეებიდან ერთ-ერთი არის ზედაპირული სულიერება. ცარიელი რელიგიური პრაქტიკები, რომლებიც სრულდება ვალდებულებით ან იერარქიისთვის, შინაგანი გარდაქმნის ან ჭეშმარიტი კავშირის გარეშე, ქმნის საშიშ ილუზიას დაცვის შესახებ. ეს გავს მუყაოს ფარს, შორიდან დაცვა ჩანს, მაგრამ პირველივე დარტყმისას იშლება. გაითვალისწინე განსაკუთრებული ყურადღებით, როცა მთლიანობა იწყებს კომპრომის კომპორტის ან სარგებლის სახელით. მხოლოდ ამ ერთხელ ყველა ასე აკეთებს. ეს უბრალოდ პატარა ხერხია. ეს ფრაზები განგაშის ზარები უნდა იყოს. საოჯახო მთლიანობა არ არის მოსალაპარაკებელი. ერთხელ რომ შეირყევა, იქმნება ნაპრალი, რომელიც უფსკრულად იქცევა. ამოიცანი, როცა ინდივიდუალიზმი იწყებს საერთო საოჯახო სიკეთის გადაჭარბებას, როცა გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვის, როცა საოჯახო ვალდებულებები მარტივად ტოვებელ პირადი მოსახერხებლობის გამო, როცა მე მუდმივად ჩვენზე დგას. ეს საშიში ბზარებია ოჯახის საფუძველში. შეიგრძენი მატერიალიზმის საფრთხე, რომელიც იჭრება ოჯახის უზრუნველყოფის სახელით. მუშაობა საჭირო და პატივსაცემია, მაგრამ ურთიერთობების, პრინციპებისა და ჯანმრთელობის მსხვერპლად შეწირვა მატერიალური დაგროვების საკურთხეველზე დამანგრეველი ხაფანგია. რა სარგებელი აქვს ადამიანს თუ თელ სამყაროს მოიგებს და საკუთარ სულს დაკარგავს? ან შეიძლება დავამატო, დაკარგოს საკუთარი ოჯახიც? ეს საფრთხეები იშვიათად მოდიან გამოცხადებით. ისინი ნელ-ნელა იჭრებიან როგორც ნისლი, რომელიც ნელ-ნელა ფარავს მთას, ვიდრე მას უხილავს გახდის. ჩემი დაცვა მოიცავს შენ სულიერ თვალთა გაღვიძებას, რათა ეს ნიშნები ამოიცნო მანამ, სანამ ისინი კრიტიკული სიტუაციებად იქცევა. დიახ, ახლა გაგიმხელ, როგორ შეიძლება ყოველი საფრთხე გარდაიქმნას შესაძლებლობად, რათა გამტკიცდეს საოჯახო კავშირები და გაღრმავდეს თქვენი სულიერი დაცვა. რადგან ღვთის ხელში მოწინააღმდეგის იარაღებიც კი შეიძლება გარდაიქმნას კურთხევის ინსტრუმენტებად. როცა ამოიცნობ რუტინას მიზნის გარეშე, გარდაქმენით იგი აზრიანი მოგზაურობად. შეკლიბეთ ოჯახი და ხელახლა აღმოაჩინეთ თქვენი საერთო მისია. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები. რისთვის ვარსებობთ როგორც ოჯახი? რა კვალს გვინდა დავტოვოთ ამ სამყაროში? როგორ შეგვიძლია ერთობლივად ვემსახუროთ? მიზნის მიერ გაერთიანებული ოჯახი ხდება მიუღწეველი ციხესიმაგრე სულიერი თავდასხმების წინააღმდეგ. სხვა ოჯახებთან შედარება შეიძლება გადაიქცეს სიხარულოდ თქვენი უნიკალურობის გამო. თქვენს ოჯახს აქვს უნიკალური ნიჭების
ტალანტების, ხასიათების და ისტორიების კომბინაცია. ის არ არის შექმნილი, რომ იყოს ასლი, არამედ ორიგინალი. შეისწავლეთ ჩვევა, რეგულარულად აღნიშნოთ ის, რაც თქვენს ოჯახს განსაკუთრებულს ხდის და აღიაროთ, რომ თქვენი თავისებურებები ხარვეზები კი არ არის, არამედ ღვთაებრივი ხელმოწერის ნიშნებია. მთავარანგელოზ მიქაელის საოჯახო დაცვის ლოცვა. მე, მიქაელი ზეციური ძალების მთავარ სარდალალი, ვწევ ჩემს სინათლის მახვილს ამ ოჯახის თავზე. არა მახვილს, რომელიც ჭრილობს აყენებს, არამედ მახვილს, რომელიც სიწმინდეს განაცალკებებს, სიცრუისგან, სინათლეს, ბნელისგან, სიყვარულს, შიშისგან. ვბეჭდავ თქვენი სახლის თითოეულ შესასვლელს, კარს, ფანჯრებს, ელექტრონულ მოწყობილობებს, საუბრებს, ყოველი იმ გავლენისგან, რომელიც სიცოცხლეს, ჭეშმარიტებას და სიყვარულს არ მოიტანს. მხოლოდ ის, რაც აღაშენებს, განამტკიცებს და ამაღლებს, შევიდეს ამ ზღურბლზე. ვეხვევი თითოეულ წევრს ჩემი დაცვის მანტიით. მშობლებს ვანიჯებ გონიერებას, რათა წარმართონ და თავდამბლობას, რათა ისწავლონ. დედებს ვაძლევ ძალას სისუსტეში და მოსვენებას დაღლილობაში. შვილებს ვუწვდი სიბრძნეს ასაკზე მეტად და სიმამაცეს გამოცდილებაზე მეტად. ხანდაზმულებს ვანიჭებ პატივისცემას მათი გზისთვის და აღიარებას მათი სიბრძნისთვის. ოჯახურ ურთიერთობებზე ვასხამ მშვიდობის ზეთს, რომელიც ძველ წყენებს ხსნის და ახალ ჭრილობებს წინასწარ უშლის ხელს, რომ პატიება მდინარის მსგავსად გადიოდეს თქვენ შორის და გულები რეცხოს, სანამ ფესვები გაიდგება. ვაცხადებ დაცვას ამ ოჯახის ჯანმრთელობაზე, ფიზიკურად, გონებრივად, ემოციურად და სულიერად. თითოეული უჯრედი თქვენი სხეულის აღამდეს, ღვთის ჩანაფიქრის ჰარმონიაში და თითოეული აზრი ჭეშმარიტებას ეწეროს. თითოეული გრძნობა სიბრძნით დამუშავდეს, თითოეული გადაწყვეტილება ასახავდეს მარადიულ ღირებულებებს. ვდგამცველებს ამ ოჯახის ოცნებებზე და ხილვებზე. ძილისას მათი გონება განახლდეს და სული გაძლიერდეს. რომ ღვთიური სიზმრები დატესოს მიზნის თესლებს, რომლებიც დროულად ააყვავებენ. ვაცხადებ დაცვას ამ ოჯახის მოწოდებაზე სამყაროში. თითოეულმა წევრმა აღმოაჩინოს და შეასრულოს თავისი ინდივიდუალური მისია და ერთად აღასრულონ ის საერთო მოწოდება, რომელიც სხვა ოჯახს ზუსტად ისე ვერ შეასრულებდა, როგორც თქვენ. ვალდებულებას ვიღებ ვიყო თქვენს გვერდით თითოეულ კრიტიკულ მომენტში, ყოველ გზაჯვარედინზე, თითოეულ გადაწყვეტილებაში, რომელიც განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას. არა იმისთვის, რომ თქვენს ნაცვლად გადავწყვიტო, არამედ რათა გზა გაგინათოთ, ინტუიცია გაგიმაგროთ და სიმამაცე გაგიძლიეროთ. და ახლა, ჩემი ზეციური ავტორიტეტით ვაცხადებ ამ ოჯახზე. არც ერთი იარაღი, რომელიც თქვენს წინააღმდეგ იქნება, არ გაიმარჯვებს. არც ერთი წყევლის სიტყვა ნაყოფიერ ნიადაგს ვერ იპოვის. არც ერთი ბნელი სტრატეგია საბოლოო წარმატებას ვერ მიაღწევს. რადგან თქვენ მარტო არ დადიხართ. ზეციური ლეგიონები თქვენს გვერდით მოძრაობენ, უხილავები ადამიანთა თვალისთვის, მაგრამ ძლიერად რეალურნი სულიერ სამეფოში. მიიღეთ ეს დაცვა არა როგორც პასიური მაყურებლები, არამედ როგორც აქტიური მონაწილეები. რადგან უდიდესი დაცვა მაშინ მოდის, როცა თავად ხდებით ჩემი მახვილის გაგრძელება სამყაროში. იცავთ ჭეშმარიტებას, იცავთ სუსტებს, ანათებთ სიბნელეს, სიყვარულის და სიმამაცის მოქმედებებით. ეს ასე იყოს, ახლა და მარადის. ამინ. გახსოვდეთ, ეს ლოცვა მხოლოდ ამ მომენტისთვის არაა. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუბრუნდეთ მას. როცა გრძნობთ, რომ გჭირდებათ თქვენი ოჯახის დაცვის განახლება. სიტყვები თავისთავად ძალას ატარებს, მაგრამ სწორად ის განზრახვა, რწმენა და ერთგულება, რომელიც მათ ამოძრავებს, რეალურად ახდენს ზეციურ დაცვას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სანამ დავემშვიდობები. გიტოვებთ მოწვევას. გამოიწერეთ ეს არხი, რათა მიიღოთ მეტი შეტყობინება დაცვის, ხელმძღვანელობისა და სულიერი გაძლიერების შესახებ. ასე თქვენ არა მხოლოდ საკუთარ მოგზაურობას აძლიერებთ, არამედ ეხმარებით ამ სინათლის გავრცელებას სხვა ოჯახებშიც, რომლებიც ასევე ეძებენ დაცვას რთულ დროს. თქვენი გამოწერა თანამეგობრობის აქტია, რომელიც მსგავსი ღირებულებებს იზიარებს. ყოველთვის გაიხსენეთ. თქვენ არასდროს ხართ მარტო თქვენი ოჯახის დაცვის წმინდა მისიაში. მე, მიქაელი, ვრჩები ფხიზლად.
ჩემი მახველი აღმართულია, ფარი მტკიცე, ჩემი ერთგულება მარადიული. სანამ კлау შევხვდებით, ღვთიური მშვიდობა, რომელიც ყოველ გაგებას აღემატება, დაიცვას თქვენი გულები და გონება.